ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერმა შეიხ ნაიმ ქასემმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ისრაელისა და შეერთებული შტატების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმისათვის ემზადება. თუმცა მან თავი არიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ჩაერევა თუ არა დაჯგუფება კონფლიქტში, უშუალოდ ირანზე დარტყმის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ისრაელი-ირანის ომის დროს ჰეზბოლამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. მისი გამოსვლა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს გადაეცემოდა. ქასემმა აღნიშნა, რომ დაჯგუფება ემზადება შესაძლო აგრესიისთვის და მზად არის თავის დასაცავად. თუმცა კონკრეტულ მოქმედებებზე საუბრისას დასძინა. დეტალებს უშუალოდ ბრძოლა და იმ მომენტისათვის არსებული ინტერესები განსაზღვრავს. როდესაც დონალდ ტრამპი ან ნებისმიერი სხვა პირი, ირანის უზენაესი ლიდერი საიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით იმუხება, ეს ნიშნავს, რომ ის ემუხება მილიონებს, არა ათობით მილიონსა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს, რადგან ის მათ ლიდერს უქმნის საფრთხეს. ეს არის საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენ ვერ დავდუმდებით. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომელიც მომდინარეობს რწმენიდან და მოვალეობის გრძნობიდან. წინ აღვდგეთ ამ საფრთხეს. ჩვენ მზად ვართ გავატაროთ ყველა ზომა და განვახორციელოთ საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ამ საფრთხის მოსაგერიებლად. მივიჩნევთ, რომ ეს მუქარა ჩვენს წინააღმდეგაც არის მიმართული და გვაქვს უფლება გადავდოთ ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად. ჩვენ თვითონ ავირჩევთ დროს, თუ როგორ ვიმოქმედებთ, ჩავერებით თუ არა კონფლიქტში და ეს დამოკიდებული იქნება იმ მომენტში არსებულ დეტალებზე. თუმცა ჩვენ ნეიტრალურები არ ვართ. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ ვიმოქმედებთ, ამ დეტალებს უშუალოდ ბრძოლა განსაზღვრავს და ჩვენ მათ იმ მომენტში არსებული ინტერესების შესაბამისად დავადგინთ. ჰეზბოლას ლიდერის განცხადების პარალელურად ირანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალმა რეზა თანაინიკმა ისრაელი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გააფრთხილა. მისი თქმით, ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება პასუხი, რომელიც იქნება უფრო მტკივნეული და გადამწყვეტი, ვიდრე წარსულში. რეგიონში ვითარება სხვა მიმართულებითაც იძაბება. ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული იემენელი ჰუსიტები საუბრობენ, რომ მზად არიან წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები განაახლონ. ჰეზბოლას ერაყის დაჯგუფება კი პირდაპირ დაიმუქრა და აღნიშნა, რომ ირანზე ნებისმიერი თავდასხმა რეგიონში ტოტალურ ომს გამოიწვევს. დასავლური და ცალკეული არაბული ქვეყნები კი თანხმდებიან, რომ ირანის საკითხი უნდა გადაწყდეს და თან რაც შეიძლება სწრაფად.